Ძალიან მეგობრებო, მინდა ძალიან საინტერესო თემაზე გესაუბროთ. მინდა გესაუბროთ სულიერებაზე. მოგეხსენებათ ამას წინათ მქონდა საინტერესო დისკუსია სულიერების შესახებ. გამოითქვა მნიშვნელოვანი აზრები, რომელსაც ვეთანხმები და რომელსაც არ ვეთანხმები. მინდა მე ჩემი ბური მოსაზრება დავამატო. ჩემი აზრით სულიერება არ არის დაკავშირებული რელიგიურ გრძნობასთან და საკრალურ რიტუალებთან. სულიერება ეს შინაგანი დისციპლინაა. ანუ ეს ისეთი გრძნობა, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ყოველდღიურობასთან. სულიერება ვლინდება ალტრუიზმის და პასუხისმგებლობის გრძნობის გამოხატულებაში. ანუ მოყვასისადმი უსასყიდლო მომსახურების, usasqidlo პატივისცემის გრძნობაში და მოვალდებულებაში. და ამ ენერგიით მიღებული კმაყოფილება არის სულიერების ჯილდო. როცა შენ ერთგვარი მზაობა გაქვს აი ამ ალტრუიზმისთვის, ეს არის სულიერების მნიშვნელოვანი უკვე დისციპლინა და ერთგვარი სიმაღლეც. და ეს ყველაფერი შეიძლება მთლიანად ორგანიზებული იყოს ლოგოსით, ანუ კეთილგონიერებით. შენ ამას იმიტომ აკეთებ, რომ ასე მიგაჩნია სწორი, ასე ხარ შენ. სამყაროსთან ბალანსში, საზოგადოებასთან ბალანსში, შენ აი ამ დაგვარად ავლენ იმ ჯგუფისადმი ერთგულებას, რომელთანაც საკუთარ თავს აიგივებთ. ეს მთლიანად ლოგოსის პროცესია და კეთილგონიერების პროცესია. ასე რომ სულიერება ძალიან მნიშვნელოვანი დისციპლინაა, თვითდისციპლინაა, რომელიც საჭიროებს მუდმივ გაუმჯობესებას, მუდმივი პროცესია. და სულიერების გაუმჯობესებისთვის აუცილებელი არის სამ მნიშვნელოვან თვისებაზე მუშაობა. შეიძლება მეტიც არის სამი, ახლა ეს რაღაცა ისეთი მოკლე ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებათა ჩამონათვალია, მაგრამ ამ სამიდან ყველაზე მნიშვნელოვნებს მოგახსენებთ. პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, ეს არის მუშაობა საკუთარ თავზე, რომ გამოარჩიოს საკუთარი თავი საზოგადოებისგან. შეიქმნა სრულფასოვანი შეგრძნება, რომ შენ განსხვავებული ხარ. შენ განსაკუთრებული ხარ. თავისთავად ცხადია, თან უნდა გესმოდეს, რომ ეს განსაკუთრებულობა შეიძლება ილუზია. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი კულტურით მოქსოვილი ადამიანები ვართ. ყველა ისეთ ქცევებს ვიმეორებთ, რომელიც კულტურის მოდელებშია გაწერილი და რაღაც ახალს ვერ მოიგონებ. მერანი უკვე დაწერილია. აქილეს ლასტენდი უკვე იმღერეს. ანუ შენ ახალს რას გააკეთებ? შეიძლება ვერაფერს, მაგრამ ამავე დროს ყველაფერს. ანუ ის ფაქტი, რომ შენ კულტურით მოქსოვილი ადამიანი ხარ, შენი ინკულტურიზაციის კონკრეტულ კომბინაციას განსაკუთრებული ღირებულება აქვს. და ამ ღირებულებას ჭირდება გავითარება. ანუ როგორ ემსახურები საზოგადოებას? რა სიკეთეს ამატებ შენ საზოგადოებრივ ქსოვილში? შენს მომსახურებას კონკრეტულად რა ღირებულება აქვს? აი ამ მომსახურების პატიოსნებით იზომება ერთგვარი შენი სულიერების შენატანი საზოგადოების ქსოვილში. და თუ გაქვს ეს შეგრძნება, რომ შენ საქმიანობას აქვს ღირებულება, ეს ღირებულება მნიშვნელოვანია საზოგადოების ფუნქციონირებისთვის, ეს უკვე სულიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ ამავე დროს სრულფასოვანი სულიერება კიდევ დაკავშირებულია ალტრუიზმის გრძნობის და ალტრუიზმის ვალდებულების გავითარებასთან. რა არის ალტრუიზმი? ეს არის უსასყიდლო, არამატერიალური ღირებულებით განპირობებული მომსახურება მოყვასისადმი. ანუ როცა მოყვასისადმი სიყვარული ან კაცობრიობისადმი სიყვარული გავალდებულებს ადამიანს, რომ შენ ადამიანს პატივისცემ, შენ მისთვის საქმე გააკეთო. ეს ალტრუიზმი უნდა გქონდეს როგორც დისციპლინა. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ისე წარმოუდგენელი, რომ ალტრუიზმი არის ერთადერთი საშუალება თითქოს და სულიერების გამტკიცების ან გამოვლენის და საზოგადოებაში მხოლოდ ამენით უნდა ისაუბრო. პირიქით, მე ვიტყოდი, რომ აქ კერძო ბალანსის დაცვა აუცილებელი,
რომ შენს ალტრუიზმს განსაკუთრებული ღირებულება გქონდეს. მას თავის ექსკლუზიურობაც უნდა ახდეს. მაგრამ სულიერების გავითარება დაკავშირებული არის აი ამ მზაობასთან. მუდმივ მზაობასთან. საკმარისია ტრიგერი, რომ შენ ალტრუიზმისთვის მზად ხარ. აი ეს მზაობა უკვე მაღალი სულიერი დისციპლინაა. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება. ვიტყოდი, რომ ეს არის ინფორმაციული ჰიგიენა. ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. ერთიანებს რამოდენიმე თვისებას. როგორიც არის საღი აზრი, როგორიც არის კრიტიკული აზროვნება. აი ამ გრძნობებთან და აი ამ კომპონენტებთან დაკავშირებული არის ინფორმაციის გადარჩევის უნარი. იმიტომ რომ კრიტიკული გონების ადამიანი ინფორმაციას გაარჩევს, გადაარჩევს, არ გაატარებს თავის გონების firewall-ში ისეთი ინფორმაციებს, რომელიც ხსნის მოვლენის მეტაფიზიკური ახსნებით, სასწაულებით, არამეცნიერული ინტერპრეტაციებით და ჭორებით. მაგრამ ინფორმაციული გადარჩევის პროცესი, ინფორმაციული ჰიგიენის პროცესი კიდევ დაკავშირებულია რაღაცა ინტუიციურ გრძნობასთან. როგორც გურმანი, რომელიც ვიზუალური დათვალიერებით, სუნით, წვენის კონსისტენციით ხვდება, რომ საკვები მის წინაშე არის კარგი ან ცუდი და გასინჯვამდე აერიდებს მოსალოდნელ შედეგებს, აი ამდაგვარად ინფორმაციული ჰიგიენით გაწვრთნილი ადამიანი ინფორმაციის მიღებამდე მას გადაარჩევს და არ მიიკარებს გონებაში. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ სულიერება პირდაპირ დაკავშირებულია საღ აზრთან და საღ გონებასთან. ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრ განათლებულ ადამიანს შეხვედრილა, რომელიც ცალკეულ საკითხებში ძალიან ღრმა გონიერებას და ლოგიკასაც კი ავლენენ, მაგრამ როგორც კი საქმე ეხება რაღაცა დიდ დედუქციას, საფუძველობრივი ინტერპრეტაციას, მათი ინტერპრეტაციები შეიძლება აცდენილი იყოს შემდეგ უკვე რეალობას. რატომ? იმიტომ რომ მათი ცნობიერება დაშენებულია მცდარ ინფორმაციულ ბაზისზე, მცდარ იდეოლოგიაზე, მცდარ ღირებულებაზე, მცდარ ინტერპრეტაციაზე. და თუ კი ფუნდამენტი არის არასწორი, დიდ მანძილზე უკვე დიდ ცდომილებას გვაძლევს. ასე რომ მარტო ლოგიკა არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენ საღად ვიაზროვნოთ. ფუნდამენტი უნდა იყოს სწორი. და ამ ფუნდამენტის გასწორებაში ძალიან მნიშვნელოვანია ეს ინფორმაციული ჰიგიენა. იმიტომ რომ აუცილებელია ჩვენ გავწმინდოთ ჩვენი თავი ისეთი ტოქსიკური ინფორმაციებისგან, რომელიც აზიანებს ჩვენს ცნობიერებას. ასე რომ ჩამოიცილეთ ესეთი ტოქსიკური ადამიანები, ტოქსიკური ჯგუფები, ტელევიზიები, ინფორმაციები და როგორ უნდა ჩამოიცილოთ, როგორ უნდა შეამოწმოთ, კითხეთ საკუთარ თავს. ეს ინფორმაცია თქვენ გაძლიერებთ თუ გასუსტებთ, გაპირისპირებთ ადამიანებთან თუ გამშვიდებთ. თუ თქვენ გაქვთ პირიქით უარყოფითი პასუხები, ესე იგი რაღაცა არ არის წესრიგში, რაღაცა გამოსასწორებელია. და ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიმშვიდის მოპოვება, იმიტომ რომ სულიერება დაკავშირებულია საღაზროვნებასთან. და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ეს არის შინაგანი დიალოგი. ადამიანში არსებული შინაგანი დიალოგი. ფსიქოლოგია გვეუბნება, რომ შინაგანი დიალოგი თითქმის ყველას აქვს, მაგრამ აქვე ვკითხულობთ, რომ შინაგანი დიალოგი სხვა ადამიანებში სხვაგვარად ვლინდება, სხვა ინტენსივობით, ზოგი სურათებს ხედავს, ზოგი იდეებს, ზოგი მინიშნებებს, მაგრამ არა მთლიან დისკუსიას, მაგრამ არიან ადამიანები, რომელსაც აქვს სრული დისკუსია, ანუ ოპონენტის წარმოდგენა შეუძლია, დიალოგი აქვს საკუთარ თავთან. ეს არის ყველაზე ღირებული თვისება. ღირებული თვისება სულიერების განვითარებისთვის. რატომ? იმიტომ რომ სწორედ შინაგანი დიალოგით ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს ისეთი გამოცდილებები, რომელიც გამოცდილებებიც ფიზიკურად არ წარმოუდგენიან ან არ გამოუცდია.
ეს არის გონების მიერ მოდელირებული გამოცდილება. და სწორედ ამ თვისებით მართლა შესაძლებელია რესოციალიზაცია, მართლა შესაძლებელია ადამიანის ცვლილება. იმიტომ რომ მას აქვს შესაბამისი ინსტრუმენტი. შინაგანი დიალოგი გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ჩვენი თავი გარე პერსპექტივიდან. მაგრამ ეს ორლესული ხმალია. ერთი რომ გვაძლევს ჩვენი თავის რეფლექსიის საშუალებას, მეორე შეიძლება შინაგანმა დიალოგმა წაგვიყვანოს ისეთ გონებრივ ვარჯიშებამდე, რომ ჩვენ ვერ დავინახოთ ცდარი ინფორმაციები, ცდარი გონებრივი ასე თქვა წიაღსვლები. და ბევრი რაღაცა შეხედულება დელუზიურ განზომილებაში დარჩეს. აი სწორედ აქ არის ჯანსაღის სულიერება. ჯანსაღის სულიერება არ არის კამათი საკუთარ თავთან, ეს არის დისკუსია. ჯანსაღის სულიერება დაკავშირებულია ლოგიკასთან და საღაზროვნებასთან, ინფორმაციულ ჰიგიენასთან. აქედან გამომდინარე შინაგანი დისკუსია ყოველთვის უნდა იყოს დაკავშირებული ჯანსაღ დასკვნასთან. და მართლაც შინაგანი დისკუსიით გაწვრთნილი ადამიანი არ აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, რომ ცდარ აზრს უაზრო პრინციპის გამო დაიცავს. ცხადია, ყველა ადამიანს სურს დაიცვას თავისი პოზიცია და კოგნიტური შეცდომა აბსოლუტურად ჩვეულებრივი რამ არის ყველა ადამიანს. მაგრამ გაწვრთნილი გონება მხოლოდ იქამდე იცავს თავს, სანამ ის მოისმენს რაციოს. როგორც კი რაციოს მოისმენს, მისი თავდაცვითი მექანიზმი ერბილდება, მასში შეაღწევს განსხვავებული აზრი, შემდეგ შინაგანი დიალოგით შეიძლება მოახდინოს საკუთარი შეხედულებების გადაფასება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა. მნიშვნელოვანი თვისება, რომ სულიერება იყოს გამართული. თან ამავე დროს ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა, იმიტომ რომ ისეთი ნარატივები, რომელსაც აქვს მეინსტრიმული მიმართულება, რომელიც აღიარებულია თითქოს უპირობო ჭეშმარიტებად. შეიძლება იყოს, რა ვიცი, ფიზიკა, შეიძლება იყოს სხვა მეცნიერებების საბუნების მეტყველო, ან შეიძლება იყოს იდეოლოგიები, ხო? მაგალითად, ლიბერალიზმი თუ მარქსიზმი თუ მარჯვენა თუ მემარცხენე. ყველა იდეოლოგია ექვემდებარება მოდიფიკაციას, ჩასწორებას, შესწორებას და მთლიან გადახედვას. აი ამ გადახედვის პროცესში თქვენ უკანასკნელები არ უნდა იყოთ. აი გონება ისე უნდა იყოს მომართული, რომ ყოველთვის იყოს შესაძლებლობა, რომ თქვენი მსოფლმხედველობა ჩაასწოროთ. დასასრულს გეტყვით, მეგობრებო, რომ სულიერება არ არის შორეული პროცესი. არ არის დაკავშირებული რაღაცა მიღმიურ მეტაფიზიკურ პროცესებთან, შორეულ ტაძრებთან, რიტუალებთან. ეს ჩვენი შინაგანი პროცესია. ეს ჩვენი ყოველდღიური პროცესია, ეს ჩვენი ყოველდღიური წრთვნა და ამ წრთვნაში თქვენ აბსოლუტურად მარტო ხართ. ეს თქვენი სამუშაოა. თქვენ თავზე თქვენ თავად უნდა იმუშაოთ, მაგრამ ამავე დროს თქვენი წრთვნის შედეგი უნდა ჩაიღვაროს საზოგადოებაში. იმიტომ რომ ეს შინაგანი წრთვნა თუ კი საკუთარ თავთან დარჩა, თუ კი მიღებული შედეგი მხოლოდ საკუთარ თავს გამოადგა, ეს კიდევ ილუზიაა, რომ სულიერება. თქვენ სულიერებისკენ საბოლოო ნაბიჯი არ გადადგეთ. იმიტომ რომ სულიერება მაინც მოყვას უნდა მოხმარდეს. ისევ საზოგადოებას უნდა მოხმარდეს. ის სოციალური პროცესია. სულიერება პირდაპირ კავშირშია თქვენ სოციალურ უნარებთან. რომ გაწვრთნით საკუთარი თავი, ან თუ გაქვთ ეს უნარები გააღრმავეთ, ეისარგებლეთ აი ამ სამი მნიშვნელოვანი პრინციპისგან. სულეს იყო მეგობრებო. გამოიყენეთ.